საღამო მშვიდობისა, პარასკევია და თქვენ გზამკვლევს უყურებთ. მე ნაზი ქობულაძე ვარ. მაღალი რისკის სახელშობილთა ქალის რძის ბანკით უზრუნველყოფა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი პროგრამაა. დღენაკლული და მაღალი რისკის სახელშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის განვითარების მიზნით ღონისძიება ითვალისწინებს ქალის რძის ბანკიდან უსაფრთხო დედის რძის მიწოდებას. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2026 წლის პროგრამებსა და მათში მონაწილეობის კრიტერიუმებზე ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი საუბრებს დღევანდელ გადაცემაში, მანამდე კი ვნახოთ რეპორტაჟი. მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსება, დაავადებათა პრევენცია და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა. შეასრულა თუ არა აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაწერილი პრიორიტეტები. უწყებაში ამბობენ, რომ წელს სერვისებით 100,000-მდე ადამიანმა უკვე ისარგებლა. მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყეთ გულის ტრანსკათეტერული სარქლების იმპლანტაცია. ეს არის მცირე ინვაზიური მეთოდი, რომელიც ძირითადად ტარდება იმ პაციენტებში, რომლისთვისაც ღია წესით ჩატარებული დიდი ოპერაციები არის სიცოცხლისათვის საშიში. წელს დავიწყეთ გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის მედიკამენტების დაფინანსებას შესაბამისი საჭირო სამედიცინო მომსახურებებით, ასევე თრომბოციტოპენიური პურპურის დაფინანსება. პროგრამა, რომელიც საკმაოდ გაფართოვდა ეტაპობრივად, ეს არის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მიმდინარე წელს 200 ვაუჩერი გაიცა 200 ოჯახისთვის, 200 წყვილისთვის, ეხლა გვყავს 67 ბავშვი და 8 ორსული. მატერიალური დახმარების სახით სხვადასხვა პროგრამებით გაიცა 5 მილიონამდე ლარი. ეს არის 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ეს არის ტყუპები, თვითონ ახალშობილს 1500 ლარის ოდენობით გადაეცემა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლები, რომელთაც 1 წლამდე შვილი ყავთ ან ორსულები. ასევე მოკლედ მინდა აღვნიშნო ეკომიგრანტი ოჯახები. წელს 2025 წელს 170 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით. გარდა იმ პროგრამებისა, რომელსაც უშუალოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, 14 სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ პროგრამას თავაზობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგიონის მოსახლეობას. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად საპილოტო პროგრამების რიცხვიც გაიზარდა 2025 წელს. რაც შეეხება მიმდინარე წლის შესრულების მაჩვენებლებს, რუსუდან შავიშვილის თქმით, ყველა საპილოტო პროგრამა გრძელდება. ბიუჯეტი, რომელიც შეადგენდა 3,19,064 ლარს, ათვისებული არის და საპროგნოზოდ შეადგენს 94%-ს. ბენეფიციართა რაოდენობა, რომელმაც ისარგებლა ჩვენი პროგრამებით, დაახლოებით არის 24,000 და წელს ჰქონდა ჩვენ უპრეცედენტოდ ყველაზე მრავალფეროვანი და მრავლობითი პროგრამები. 14 პროგრამა იყო, ასეთი რაოდენობის წინაწლებში არასოდეს არ ყოფილა. 3 ახალი პროგრამა დავნერგეთ, რომელიც იყო პილოტური და გაამართლა პროგრამებმა, როგორც ყოველთვის ტრადიციულად, არც ერთი პროგრამა არასოდეს არ ყოფილა პრეცედენტი, რომ გაწეული ყოფილიყო უკან. ის ამტკიცებს, რომ სწორი არის ის გზა, რომელსაც ჩვენ ვადგივართ ამ მიმართულებით. ეს გახლდათ ნიფსის კვლევა, ეს არის ცელიაკიის კვლევა და ეს არის ოსტეოპოროზის კვლევა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში კიდევ დაემატება ერთი ახალი პროგრამა და ვმუშაობთ ამის მიმართულებით. კიდევ ერთი უწყება, რომელიც მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად აჭარის დასაქმების სააგენტოა. სააგენტო ერთმანეთთან აკავშირებს დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს. თუ პირი არასაკმარისად კომპეტენტურია ან კომპეტენციის დადასტურება ჭირდება, შესაბამის პროგრამებს თავაზობს. მოთხოვნადია მომზადება გადამზადების პროგრამებიც. სააგენტო სრულად ფარავს რეგიონს და ბენეფიციარები არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც წარმატებულად საქმდებიან. მაგალითად, ესაა საკრუიზო მიმართულება. წელს დარეგისტრირებული არის 300-მდე ორგანიზაცია დამსაქმებელი და 1800-მდე სამუშაოს მაძიებელი. ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი არის 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, სადაც 1000
700-მდე ადამიანი დასაქმდა, თუმცა ეს მონაცემი თავისთავად შეიცვლება. გასულ წელთან მიმართებაში 5%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა დაახლოებით 24%-ით, გაზრდილი არის გრძელვადიანი დასაქმების მაჩვენებელი. მნიშვნელოვანი პროგრამა გახლავთ ასევე საკრუიზო ლაინერზე დასაქმების ხელშეწყობა. უკვე ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაახლოებით 60 წლევანდელ შედეგს თუ კი არ ჩავთვლით, 68 ადამიანი არის დასაქმებული, რომლებიც წლის განმავლობაში $1 მილიონ-ზე მეტის გენერირებას აკეთებენ რეგიონში, რაც ფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი არის. კვლავ გამოწვევად რჩება არაფორმალური თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი და რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა. ამიტომ სააგენტომ თავის თავზე აიღო სწორედ სტარტაპების დაფინანსება და არა მხოლოდ სტარტაპების, გასაკვირველია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო იარაღები და აღჭურვილობა გადაეცა 11 პირს. 2025 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 80 მილიონიანი ბიუჯეტის გარდა მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდითაც ისარგებლა. მაგალითისთვის სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 704 ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიებების ბიუჯეტი 7.500.000 ლარზე მეტი იყო. გარდა ამისა, ფონდიდან 1846 ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებებისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ბოდიშს გიხდით ტექნიკური შეცდომის გამო რეპორტაჟი გავიდა უკვე გასული სხვა გადაცემის სამწუხაროდ ბოდიშს გიხდით და ვეცდები ვთხოვ პროდიუსერს რომ მოამზადოს რეპორტაჟი და გადაცემის ბოლოს შემოგთავაზოთ. ქალბატონ რუსუდან მოგესალმებით. რუსუდან შავიშვილი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელია, ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბოდიშს გიხდით თქვენს არსებული შეცდომისთვის 2026 წლის ახალ პროგრამაზე მინდა ვისაუბროთ, რომელზეც ჩემს შესავალ სიტყვაშიც ვისაუბრე. ეს ჩვენ დავაანონსეთ გასულ წელს და მოგვიყევით რამ მოახდინა აი ამ პროგრამის დანერგვის პროვოცირება და უფრო მეტი გითხარით ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისთვის დამახასიათებელია სულ ძიება, ნოვაციების აღმოჩენა, საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული რასაკვირველია მოთხოვნები, არის გასათვალისწინებელი და მოგეხსენებათ, რომ ქალის რძე გახლავთ ერთ-ერთი შეუცვლელი ბუნებრივი საკვები ბავშვებისთვის და მით უმეტეს ისეთი კრიტიკული ახალშობილებისთვის, რომლებიც გადიან მკურნალობას მესამე დონის კლინიკაში, სჭირდებათ მათ ჩანაცვლება და უფრო უკეთესია ხელოვნური საკვების ნაცვლად მიიღონ ქალის რძე, მაგრამ მთელი პრეცედენტია ამ პროგრამისა დაშვების გახლავთ ის, რომ ძალიან ამბიციურ პროექტს შევეჭიდეთ, იმიტომ რომ არც ამიერკავკასიაში, არც პოსტსაბჭოთა არცეთ რესპუბლიკაში ყოფილში არ არის მსგავსი პროგრამა და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბაზრის კვლევა, თვით მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებს არ აქვს სახელმწიფოს დონეზე უზრუნველყოფილი ქალის რძით კრიტიკული მდგომარეობის ახალშობილების კვება. ძირითადად ეს გახლავთ კერძო სტრუქტურების პრეროგატივა და ამიტომ ფაქტიურად ვიქნებით პიონერები ამ მიმართულებით. 80 ახალშობილზე არის გათვლილი, 480 ლიტრი არის გააზრებული პირველ საწყისზე, იმიტომ რომ პილოტი მოგეხსენებათ ყოველთვის შედარებით მცირე რაოდენობით იწყება და შემდეგ, როდესაც უკვე მოხდება ინდიკატორებით შეფასება, გაიზრდება სავარაუდოდ მისი მომხმარებელთა რაოდენობა და ისედაც პროდუქტის მოცულობაც. ეხლა თავარი ის არის, რომ ტექნიკური სამუშაოები მთავრდება და გათვალისწინებული იქნება რძის შემოწმება როგორც ბაქტერიოლოგიურად, ასევე შემოწმება იქნება იმუნოლოგიური და იქნება პასტერიზირებული აუცილებლად ქალის რძე. ველოდებით ძალიან ამ პროგრამის ჩაშვებას. თქვენ რეპორტაჟში საუბრობდით, რომ არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც პროგრამა უკან გაგეწვიათ და ეს ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ სწორად მუშაობთ. არ ვიცი მე ესე კომპლიმენტებს არ ვარიგებ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ძალიან საინტერესო და ყურებადია, როდესაც თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ამიტომ მინდა რომ არსებულ პროგრამებზეც ძალიან ბევრი ვისაუბროთ და უპირველესად ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და ამაში თქვენი წვლილი ძალიან ბევრია. თუნდაც იმ პროპაგანდის გაწევაში, რომ დროულად დასმული დიაგნოზი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია. დავიწყოთ ბავშვებთან დაკავშირებული კვლევებით, იმიტომ რომ ეს არის უპირველესი. მცირე მონახას გავაკეთებ ზოგად დახასიათების თვალსაზრისით, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები არ ითვალისწინებენ მკურნალობის მომენტს. არის დიაგნოსტიკა, ეგრეთ წოდებული სკრინინგული პროგრამები. სკრინინგი ნიშნავს დაავადების აღმოჩენას მანამდე, სანამდე კლინიკური სიმპტომატიკა წამოვა, ვინაიდან ამ ეტაპზე დადგენილი რაღაცა ეჭვი ითხოვს გაღრმავებულ დიაგნოსტიკურ კვლევას და შემდეგ თუ კი დადასტურდება ესა თუ ის პათოლოგია, დროული დახმარება, ჩართვა და მკურნალობა რასაკვირველი არის მაღალ ეფექტური. პროგრამის ყველა მოსარგებლე გახლავთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული ბენეფიციარები და დომინანტი ამ პროგრამაში ყოველთვის არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, როგორც თქვენ ბრძანეთ და ბავშვების და დედების ჯანმრთელობა არის თვითონ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოების ჯანმრთელობას განსაზღვრავს ეს. მე შევეცდები ახლა სწრაფად ჩამოვთვალო ეს პროგრამები, არის ისტორიული პროგრამები, რომელიც არის დაწყებული 2014 წლიდან და გრძელდება იგივე რეჟიმში, ოღონდ პროგრამები იცვლის თავის დიზაინს იმის და მიხედვით, თუ რომელი თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევა გამოჩნდება გაიდლაინში, ჩვენ მყისიერად რეაგირებთ ამას და ვაკეთებთ ამ ჩანაცვლებას. და პილოტი იმითი განსხვავდება შემდეგ უკვე მომდევნო წლების პროგრამებისგან, რომ პილოტი კეთდება მცირე რაოდენობით ბენეფიციართა რაოდენობაზეა გათვლილი და შემდეგ უკვე გავრცობა ხდება უფრო მეტზე ინდიკატორების შეფასების შედეგად. მენჯბარძაყის სახსრის დისპლაზიაზე მინდა ვთქვა, 1800 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი, ისევე როგორც ჩარშანი იყო და შარშანდელი გამოვლენის მაჩვენებელი გახდათ 6.6%. მე მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ ალბათ უკვე აღარც კი გვახსოვს, როდის გვყავს ნანახი ბავშვები თასმებში, რომელიც სპეციალიზირებული ეს თასმები, როდესაც არის ქვემოკიდურების განზიდვის პოზაში ბავშვი ეტლში გადაადგილდებოდა და ფაქტიურად ეს ნოზოლოგია იყო ძალიან გავრცელებული და მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგს ამ პროგრამის მეშვეობით, იმიტომ რომ ახალშობილობის პერიოდში ხდება დიაგნოსტიკა და ჩანაცვლა რენტგენოლოგიური კვლევა ეკოსკოპიური გამოკვლევით და ეს არის რასაკვირველია პოზიტივი. ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი რეგიონული პროგრამა, იმიტომ რომ ვართ ენდემიური ზონა და ორსულობა თვითონ არის დატვირთვა ყველა სისტემაზე, ორგანოზე და ფარისებრი ჯირკვალი ძალიან სენსიტიური ჯირკვალი ამ პერიოდში გრძნობიარე და 41.8%-ში არის გამოვლენა სხვადასხვა პათოლოგიის. აი ისეთის, რომელიც შეიძლება პარალელურად ორსულობასთან ერთად იმართებოდეს და არის ისეთი შემთხვევები, რომელიც ორსულობის დამთავრების შემდეგ, ანუ საყურადღებოა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გავაგრძელებთ ამ პროგრამას 3000 ორსულზე. ეს არის ბრონქული ასთმის პროგრამა 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არიან ხშირად მოავადე რესპირატორული დაავადებებით და ამ გამოვლენასაც 350 ბავშვიდან მაგალითად შარშან 28%-ში გამოვლინდა ბრონქული ასთმა, ასევე ბრონქიტი, ასთმური კომპონენტით, ატიპიური დერმატიტი და რაღაცა. თითოეულ პროგრამაში გახლავთ 2, 3 და ზოგიერთში 4 სკრინინგული კვლევა, იმიტომ რომ სკრინინგი არ არის აბსოლუტური პასუხი, ეს არ შეიძლება იყოს ფსევდო უარყოფითი და ფსევდო დადებითი და რომ გამყარდეს ეს მაჩვენებელი ამ შედეგის, აუცილებლად საჭიროა შეჯერდეს რამდენიმე სკრინინგური გადაკვეთა მოხდეს და აი მაგალითად ბრონქული ასთმას აქვს 4 კომპონენტიანი კვლევა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდება ეს პროგრამა. შემდეგი ეს არის აუტიზმის კვლევა ბავშვებში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ პირდაპირ პიკი, როდესაც იყო კოვიდის, იმდენად მნიშვნელოვანი
მან იყო და ეს ბევრი წლის პრობლემა. განმავლობაში დიახ. აუტიზმის დიაგნოზის დასმა რეგიონებში იყო პრობლემა და დიახ, ეს იმიტომ რომ ეს ძალიან არიცით არის ვერბალური კვლევა ფაქტურად ბავშვთა ფსიქიატრი იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს ADOS-ის ტესტს, მაგრამ ADOS-ის ტესტის ჩატარება სჭირდება ცალკე კიდევ სპეციალიზაცია და მინიჭებული უნდა კონდეს ამის უფლება, სრულიად უზრუნველყოფილია ის უკვე რამდენიმე წელი აჭარაში და ამიტომ არავის ჩვენს ბენეფიციარებს არცაც წასვლა არ უხდება. თუ ჩვენ გადავხედავთ შარშანდელ მაჩვენებელს, იგივე იქნება 350 ბენეფიციარზეა, აქედან 80%-ში დაჭირდა ADOS-ის კვლევის ჩატარება, იმიტომ პირველ ეტაპურია და 63%-ში დადასტურდა აუტიზმის დიაგნოსტიკა, 12% გახდათ ჯამრთელი და დანარჩენი უკვე სხვა პათოლოგიები გამოჩნდა. ეს ყველა ეს ბენეფიციარი, რომელსაც რაღაც საჭიროება გამოუჩნდა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში პოვებენ თავის გაგრძელებას. ასევე არის მეტაბოლური სკრინინგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე მინდა გავუსვა პარალელი, რომ ჩვენი პროგრამები გახლავთ როგორც ვაუჩერული, ასევე სატენდერო და არის ისეთი კვლევები, რომელიც კეთდება აჭარის ფარგლებს გარეთ, ანუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ძირითადად მაინც თბილისში, მაგრამ არის ისეთივე კვლევები, რომლებიც კეთდება ევროპისა და აზიის წამყვან ლაბორატორიებში. ასეთებს მაგალითად მიეკუთვნება მეტაბოლური კვლევა. მეტაბოლური კვლევა ნიშნავს, რომ ახალშობილი იბადება რაღაც გენეტიკური მეტაბოლური დარღვევით და სწორად შერჩეული კვება მას დაიცავს ესე იგი მძიმე შედეგებისგან. 47 დაავადებაზე ხდება ეს კვლევა. შარშან გამოკვლეული ბენეფიციარებიდან 22-ს დაჭირდა კონფირმაციული კვლევა, ანუ სკრინინგი იძლევა ეჭვის საფუძველს და არა საბოლოო დიაგნოსტიკას, მაგრამ კონფირმაცია ნიშნავს უკვე ამ ეჭვის ან უკუგდებას, ან დადასტურებას. 22 შემთხვევა იყო დამატებით კონფირმაციაზე გაგზავნილი, ერთ შემთხვევაში დადასტურდა და სწორად შერჩეული კვება ნიშნავს, რომ მას ექნება ჯამრთელი ცხოვრების წესით, ის იქნება პრაქტიკულად ჯამრთელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, გაგრძელდება პროგრამა ორსულებისა და ლაქტაციაში მყოფი ქალების კვლევა ტყვიაზე. დინამიკა არის იცით ძალიან შთამბეჭდავი. 23 წლის მაჩვენებლებით მაგალითად და თუ შევადარებთ 23 და 25 წლის მაჩვენებლებს. რატომ გახდა ქალბატონ რუსუდან ესეთი აქტუალური ტყვის კვლევა ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვახსენდება, თქვათ, აი ჩვენი მშობლების თაობაში ამაზე ყურადღების პრეისტორია ამას, იცით, დაინტერესდა იტალიის საკვლევითი ცენტრი, რომელმაც საქართველოში შეიმუშავა რაღაცა საოჯახო მეურნეობები, ეგრეთ წოდებული არჩევითად იყო და მათ შორის მოხდა აჭარა, დასავლეთ საქართველო, აღმოსავლეთშიც შერჩეული რეგიონები და ესეთი რანდომულად მოხდა ეს კვლევა. წაიღეს მე ეს მასალები ყველაფერი კვლევაში მოხდა იტალიაში და მოვიდა იქედან მიქსის კვლევით დასკვნა, რომ იყო ჩვენი რეგიონი ამ მხრივ დაზიანებული. მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე ჩავერთეთ და დავიწყეთ ორსულების კვლევა და იმ შემთხვევაში თუ ორსულს აღმოაჩნდებოდა მაღალი მაჩვენებელი და ეს მაღალი მაჩვენებელი ითვლება 5 მიკროგრამი დეცilitrიდან და უფრო მეტი და ის მშობიარობის შემდეგ გააგრძელებდა ლაქტაციას, ანუ ძუძუთი კვებას, მაშინ ის ქალიც იქნებოდა ჩართული ამ კვლევაში. და როგორი შედეგი გვაქვს, იცით, პოზიტიური იმ მხრივ, რომ 2023 წელს 23%-ს ჰქონდა 5-ზე მეტი და 25-ში უკვე ჰქონდა 9.6-ს. 10 მიკროგრამი დეცilitrზე 23 წელს იყო 3.6%-ში და 25-ში იყო 0.9-ზე. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ და 2800 ბენეფიციარია გათვლილი, აქედან 3000-მდე კვლევა გაკეთდება, იმიტომ რომ თუ მაღალია, იმას უკეთდება კიდე განმეორებითი კვლევა. და გარკვეული ტიპის სარეკომენდაციო რჩევებიც მიიღეს ადამიანებმა. არა მხოლოდ სარეკომენდაციო, ჩანაცვლებითი თერაპია, იქ ძალიან შორს წაგვიყვანს, ამაზე ფართოდაც შეიძლება გაშუქება ამ თემის. ჩანაცვლებითი თერაპია, როგორც ბავშვების სახელმწიფო პროგრამა, ამავდროულად დაავადებათა კონტროლი აწარმოებდა ისეთი ოჯახების კვლევას, უკვე გარემოს კვლევას, ეს უკვე ჩვენ ვეხმარებოდით მათ, მაგრამ პროგრამულად იყო დაავადება. თუმცა პროვოცირება მაინც თქვენგან მოხდა ამ ყველაფერს. ნუ ახლა ერთ-ერთი ისეთი რეგიონი იყო, რომელმაც ეს ტვირთი ზიდა კოვიდის დროს და ჩვენ ყველა ბევრი პროგრამა ჩვენ დავიწყეთ
პარალელურად აი ამ მწვავე პერიოდში, როდესაც ვებრძოდით პანდემიას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა გახლავთ ნიფსის კვლევა. ეს ძალიან თანამედროვე კვლევა არის, ეს არის ქრომოსომული პათოლოგიის გამოვლინება, ტრისომიაზეა საუბარი, ეგრეთ წოდებული დაუნის სინდრომი, პატაუს სინდრომი, ედვარდსის სინდრომი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ალტერნატიული კვლევა არსებობს ამისი, მაგალითად ეხოსკოპიურად კისრის ნაოჭის კვლევა, მაგრამ მაინც სუბიექტურია ამ კვლევებთან შედარებით და ეს უფრო უპრიანია და უფრო შედეგზე ორიენტირებულია და ვინ არის ახლა აინტერესებთ ალბათ ვინ ექვემდებარება ამ კვლევას. საერთოდ ეს არის მიანობაში და ორსულობაში ტერმინი, თორემ მისე რასაკვირველი არ არის ეს ასაკი ისეთი, მაგრამ ითვლება, რომ 35 წლის პირველი მელოგინეს ეწოდება ხანდაზმული მელოგინე. თუ აქ რამე ისეთი ოჯახური ანამნეზი, აი დამამძიმებელი რაღაც ისეთი და აი ისეთი ქალბატონები ექვემდებარებიან კვლევას. გავზარდეთ ისე ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა. ხოთა რუსუდან, აი ამ კვლევაზე, თქვათ, მისი მკურნალი ექიმი, გინეკოლოგი იძლევა რჩევას თუ აუცილებელია და საჭიროა რომ ყველამ მსგავსი ტიპის კვლევა ჩაიტაროს? არ არის აუცილებელი, შესარჩევი არის ზუსტად ეს კრიტერიუმები და რატომ საიდან აქვთ ამათ ინფორმაცია? ჩვენ როდესაც ახალ პროგრამებს ვამზადებთ, აუცილებლად სანამდე მედია საშუალებები გააშუქებენ, ჩვენ უშვებთ ბუკლეტებს და მივდივართ სამედიცინო დაწესებულებებში, იმიტომ რომ ეს სამედიცინო დაწესებულებები არა მხოლოდ ზოგი განმახორციელებელია და ზოგი რეფერალის გამცემი, ანუ მის მიერ მართული პაციენტები და ბენეფიციარები შეიძლება ჩავთოთ ასეთ კვლევაში, იმიტომ რომ ეს კვლევები არც ერთი არ იფარება სახელმწიფო პროგრამებით, საყოველთაოთი და არის ძალიან ძვირად ღირებული და არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, ესეც არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომ პროგრამა შევარჩიოთ და ჩავთოთ ჩვენს ჩამონათვალში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახდათ ცელიაკიის პროგრამა, იმიტომ რომ ცელიაკიას აქვს ისეთი დიგესტიური, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვანაირი ჩივილები აქვს პაციენტს, მაგრამ ამ ჩივილებით შეიძლება კი მიიტანო ნეჭვი, მაგრამ აი ძალიან კონკრეტიკა არ არის და ზოგჯერ მკურნალობა მაღალ ეფექტური პრეპარატებითაც არ იძლევა შედეგს თუ არ არის მიზნობრივად ის დიაგნოსტირებული. 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები არიან ძირითადად ამ პროგრამით მოსარგებლეები, გავზარდეთ მისი რაოდენობა და ძალიან ძვირად ღირებული იმუნოფერმენტული კვლევები უდევს საფუძვლად და სწორად შერჩეული მედიკამენტოზური და პლუს რასაკვირველია კვება არის გარანტი იმისა, რომ კარგად არის ბავშვის და ოსტეოპოროზი კიდევ შარშანდელი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ ჩვენმა ეპოქამ და თანამედროვეობამ მოაქვს რაღაცა სხვადასხვა ნოზოლოგიები და აი ისეთი პირები ფიზიოლოგიურადაც შეიძლება 50 წლის ზემოთ ქალს და 60 წლის ზემოთ კაცს კონდეს, ეს არის, როდესაც ქვეითდება კალციუმის შემადგენლობა ძვლის ქსოვილში, ეს პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ და დიაგნოსტიკაც არის ძალიან ისეთი ძვირად ღირებული. ამავდროულად არიან პაციენტები, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებები აქვთ, მოტეხილობები, ხშირი ტრავმები და რაც თავარია ონკოპაციენტები, რომელიც იტარებენ ტარგენთერაპიას, იმუნოთერაპიას, ქიმიოთერაპიას, რომელსაც ახლავს პარალელურად გამოდევნის პროცესი და ამიტომ როდესაც შევაფასეთ ჩვენ შარშან 600 ბენეფიციარი გამოვიკვლიეთ და მათ შორის 30%-ში იყო ოსტეოპოროზი, 53-ში ოსტეოპენია, ანუ დაქვეითება და დანარჩენი იყო ნორმის ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ის არის. კი ბატონო, მშობელთა და ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სკოლაზე მინდა ვისაუბროთ, როდესაც თქვენ ჩაუშვით საპილოტეთ ეს პროგრამა, მაშინ ცოტა გულისტკივილით საუბრობთ, რომ დაინტერესება იყო ცოტა და ცნობადობის გაზრდა გჭირდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ვინაიდან გრძელდება ეს პროგრამა უკვე რამდენიმე წელია, ფაქტია, რომ მან პოპულარობა მოიპოვა და გითხარით აი ამ პროგრამაზე უფრო მეტი და გითხარით აი წლიდან წლამდე როგორ შეიცვალა მიდგომა მშობლების ამ პროგრამისადმი. ეს არის ძალიან სასიამოვნო პროგრამა, სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად, იმიტომ რომ ორსულები ერთმანეთთან აყარებენ კომუნიკაციას, ფილმებში გქონდა ადრე მგონი მხოლოდ ეს ნანა. ძალიან არაჩვეულებრივად
ნახევრად ლამაზად მოწყობილია ის გარემო, სადაც ეს გაკვეთილები ტარდება, 1200 სულზე არის გათვლილი, თუმცა მინდა აქვე დავძინო, რომ ძალიან, ესე იგი, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის უფასო და სხვა მოქალაქეებისთვის, რომელიც არ არიან საქართველოს აჭარის მკვიდრები, იმათთვის არის ფასიანები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმათ მხრიდანაც არის ძალიან დიდი, შეიძლება ვთქვა, უფრო მეტი დაინტერესება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ნუ გამოტოვებთ ამ საშუალებას, იმიტომ რომ არ არსებობს ორსული, რომელსაც არ ჰქონდეს აი კითხვების კოლოსალური რაოდენობა. ყველაფერზე პასუხის მიღება შეიძლება და მინდა ამ პროგრამას არ უკავშირდება, მაგრამ თემატურად მინდა რომ გავავრცო რაღაც ამასთან დაკავშირებით. ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვა არაპროგრამულ ფარგლებში ვართ ჩართული ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ეროვნულ პროექტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო JICA. გუშინ სწორედ ჩავატარეთ კონფერენცია ჩვენი ეგიდით საზოგადოებრივი ჯანდაცვა, იმიტომ რომ აჭარა არის იმპლემენტაციის რეგიონი და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ყველა ახალი პროგრამის, ყველა მიმართულებით დანერგვა აჭარაში ხდება და შემდეგ უკვე წარმატებულად განხორციელების შემდეგ ხდება მისი გავრცობა დანარჩენ რეგიონებში საქართველოს და ამიტომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვარ და ეს არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნი და ზუსტად ამ წიგნის გაცნობა მასში ყველა კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება, კომუნიკაცია ანტენატალურ, ანუ ორსულობის პერიოდში, მშობიარობის პერიოდში, სამშობიაროში დაყოვნების, ახალშობილთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხები და შემდეგ უკვე 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ვიზიტები, რაც კი არსებობს, იმუნიზაცია, ვაქცინაცია, მინდა დავძინო, რომ ჩვენ ეხლა ყოველთვის გზამკვლევში როცა ვხვდებით, ვსაუბრობთ პროგრამებზე. მაგრამ ჩვენი ფუნქციები და მოვალეობები და ვალდებულებები კიდევ უფრო ბევრია, იცით, რომ იმუნიზაცია, ვაქცინაცია, გადამდები, არაგადამდები დაავადებები და ეს დაგვემატა და ამიტომ მინდა ვისარგებლო, რომ ამ არეალში მობრძანდით ჩვენო საყვარელო დედებო, მომავალო დედებო, ჩაერთეთ აქტიურად ამ პროგრამაში და მოითხოვეთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნი აუცილებლად და მიიღეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. ჩვენ აუცილებლად მზად ვართ, რომ თქვენი ყველა პროგრამა ღირსეულად გავაშვიქოთ და თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვართ. კი, რა თქმა უნდა. ინტეგრირებული სკრინინგი და სხვადასხვა. კი, ვისაუბროთ სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეულ დიაგნოსტიკაზე მინდა ვისაუბროთ. ესეც ძველი პროგრამაა და ვინაიდან რჩება ყოველწლიურად ცხადია, რომ მოთხოვნა და საჭიროება ამისი არსებობს და მინდა რომ გითხრათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აი ამ ტიპის კვლევის ჩატარება ახალშობილებში. დიახ, 2014 წლიდან ფაქტიურად რა დიდი სტაჟი აქვს ამ პროგრამას და თავიდან იმდენად სწორად იყო მართული, რომ სახელმწიფო პროგრამაში გადაიტანეს პირველადი, ესე იგი, შემოწმება. ანუ პირველად მოწმდება ახალშობილი სამშობიარო სახლში, ვალდებულება აქვს პერინატალურ დაწესებულებას, მაგრამ იქ შეიძლება იყოს რაღაცა ფსიქოლოგიურად არა, ფიზიოლოგიური რაღაც ესეთი მომენტი, რომელმაც დაადასტუროს, რომ არის რაღაცა სმენის პრობლემა. რაღაცა ვადის გასვლის შემდეგ იქ ევსტახის მილში სითხე, რომელიც შეიძლება დაბადების მერე ჰქონდეს ახალშობილს, ის გაიწოვება და მერე უკვე განმეორებითი კვლევის, ანუ მეორადი სმენის სკრინინგის ჩატარების შემდეგ დადასტურდეს, რომ ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი. მართალია ეს 30 ბავშვის კვლევა კეთდება, ჩვენ ვაკეთებთ ყველა მუნიციპალიტეტის კვლევას გარდა ბათუმისა, ბათუმის კვლევაში ჩართული არის ბათუმის მერია. და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი და ყველაზე უფრო სასიხარულოა ის, რომ რამდენიმე წელია უკვე ნული არის გამოვლინება და ჩვენთვის ეს ძალიან კარგია.
თუმცა კვლევა გრძელდება და აუცილებლად. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაეწევათ შესაბამისი დახმარება. ასევე მინდა ვისაუბროთ სპორტსმენ ბავშვთა კარდიოლოგიურ სკრინინგზე, ისეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სპორტული წრეები, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, პროპაგანდა და ასე შემდეგ ძალიან გააქტიურებულია ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დატვირთვა მიიღონ ბავშვებმა და სწორად დაიტვირთონ ფიზიკურად. გითხარით, ვისზე ვრცელდება ეს კვლევა, რა ტიპის კვლევას და მომსახურებას გულისხმობს? სპორტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, ძალიან სასიხარულოა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ბავშვების და მათი მშობლების ლტოლვა, რომ ჩართონ ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მაგრამ ის სახეობები, რომლებიც არის ძალოვანი, მაინც ეს არის ჭიდაობა, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და სხვა, მოითხოვს ძალიან დიდ დატვირთვებს და კარდიოეხოსკოპიური კვლევა არის იმდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ არ არის ჩართული იმაში სახელმწიფო პროგრამაში. და ჩვენ გავაკეთეთ ეს პროგრამა 1000 ბავშვის კვლევა რო ჩატარდა შარშან. მოკლედ 60 ბავშვს ჰქონდა ისეთი მდგომარეობა, რომ დაჭირდათ სპორტის სახეობის შეცვლა. აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოვლინება და ძალიან კარგად ეხმაურება როგორც სპორტის მესვეურები, ისევე მშობლებსაც მოსწონთ ეს პროგრამა. გავაგრძელებთ აუცილებლად, მოსარგებლები გახლავთ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სასპორტო სკოლებში ჩართული. გასაგებია, C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, HIV ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობა, ისეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თანამედროვე მედიცინისთვის დაუმარცხებელი დაავადებები შეიძლება ითქვას, რომ უკვე აღარ არსებობს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროზე დაისვას სწორი დიაგნოზი. გითხარით უფრო მეტი, ესეც ძალიან ძველი პროგრამაა. ძალიან ძველი პროგრამაა, ინტეგრირებული სკრინინგი, ერთი ქოლგის ქვეშ ეს 3 დაავადება და თქვენ წარმოიდგინეთ 9132 პირი იყო დასკრინული და გამოვლინება იყო თვითონ ციფრები საუბრობს 15 იყო C ჰეპატიტზე დადებითი, 3 HIV ინფექცია შიდზე და 0 იყო ტუბერკულოზი. ზოგადად ტუბერკულოზის რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კლებულობს. და მაჭარის მთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის კვლევა. შედარებით ახალი პროგრამა, რაღაც ზაფხულში არის ხოლმე განსაკუთრებით გააქტიურებული, თუმცა გარკვეული ტიპის პოზიტიური მიმართულება ესეც არის, რომ ადამიანს, რომელსაც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში არ ეცალოს იმისთვის, რომ რაღაც ექიმს მიმართოს და ასე შემდეგ, აი თან დასვენების და თან თაში ყოფნის დროს ეძლევა საშუალება, რომ თუნდაც მიიღოს რეკომენდაცია რა დამატებითი კვლევები სჭირდება. ეს ძალიან ჩვენი პროგრამაა. იმიტომ რომ ჩვენს გულისხმობს რატომ იცით? გათვლილი არის ჩვენს ყოფით კულტურაზე, მოგეხსენებათ მაღალმთიანეთიდან ქედა, შუახევი და ხულო მოსახლეობას აქვს ტრადიცია, რომ გავიდეს საზაფხულო იალაღებზე, ვინც ეწევა განსაკუთრებით მეცხოველეობას და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი მე მიმაჩნია ამ პროგრამაში ისიც, რომ აქ არის თაობათა ძალიან დიდი მჭიდრო კონტაქტი, ძირითადად მიდიან მაისში და რჩებიან სასკოლო პერიოდის დაწყებამდე, ესენი არიან ბებია-ბაბუების თაობა და შვილიშვილების, მათი ურთიერთდამოკიდებულება, შრომაში ჩართვა ბავშვების, ტრადიციების გაღრმავება, გადაცემა, ყველაფერი ერთადაა აქ და ამიტომ ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით რჩებიან ყოველგვარი სამედიცინო სერვისების გარეშე. პროგრამა ითვალისწინებს ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას, იყოლიოს 6 სპეციალისტი, ოჯახის ექიმი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი და რადიოლოგი, რომელიც ადგილზე ჩადის ამ მუნიციპალიტეტებში, სადაც არის მსხვილი ამბულატორიები და წასვლამდე მაისში ატარებენ კონსულტაციებს, იქნებ რაიმე გამოვლინდეს ისეთი, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან შაქრიანი დიაბეტი, ან ჰიპერტენზიული დაავადება და 1000 რაღაც შეიძლება გამოვლინდეს. ეს კვლევები ჩატარდება, მათ უმატებენ კიდევ მედიკამენტების პაკეტს თავისთავად და როდესაც ისინი გაემგზავრებიან მთებში, იალაღებზე,
აი მერე უკვე იქ არის ვიზიტები და ჩადიან უკვე პორტატიული ტექნიკით, ეს შეიძლება იყოს ეხოსკოპის პორტატიული აპარატი, ელექტროკარდიოგრაფიის აპარატი, შაქრის ადგილზე რისის საშუალებაც არის იქ, რომ კვლევები ჩაიწეროთ. ჩვენ ყველა რაც ჩამოვთვალეთ პროგრამები ჩაშვების შემდეგ ვართ მონიტორინგის რეჟიმში, მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარეობას, აბსოლუტურად კმაყოფილებას, საჭიროებას, ასე შემდეგ და მათ შორის ჩავდივართ იალაღებზე და ვხვდებით მათ და ძალიან კმაყოფილები არიან ამ პროგრამაზე. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო სტუმრობისთვის. მე დავაანონსებ, რომ რეპორტაჟს, რომელიც გადაცემის დასაწყისში უნდა გასულიყო, მე გადაცემის ბოლოს ჩემს ტექნიკურ ჯგუფთან ერთად მოგთავაზებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ მაუწყებელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ჩვენ დროებით გემშვიდობებით და სხვა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ახალი სივრციდან და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ნებისმიერ ფორმატში თქვენთან ვითანამშრომლოთ. ახლა კი დაპირებული რეპორტაჟი, რომელზეც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იმუშავა, ნახვამდის. კვლევა, რომელიც ახლა ჩავატარეთ, არის დენსიტომეტრია, რომელიც მსოფლიოში მოწოდებულია ოქროს სტანდარტად და იგი ითვალისწინებს ძვლის მინერალური სიმკვრივის შესწავლას. ოსტეოპოროზის სკრინინგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში უფასოა. 2025 წელს კვლევა 600 ბენეფიციარს ჩაუტარდა. გამოკვლეულთა 30%-ს ოსტეოპოროზი, ხოლო 43%-ს ოსტეოპენია დაუდგინდა. რატომაა მნიშვნელოვანი განსაკუთრებით საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებში ძვლის მინერალების ოდენობის განსაზღვრა. ექიმი მირანდა კეშელავა დროული დიაგნოსტიკის და შესაბამისი მკურნალობის ჩართვის წელს პირველად ტარდება ევექსის ბათუმის პოლიკლინიკაში და იგი ტარდება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში ოსტეოპოროზის სკრინინგი, რომელიც 50 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებს და 60 წლის ასაკის ზემოთ მამაკაცებისთვის გარკვეულ ჯგუფებში, როცა ხდება რისკ ჯგუფების გამოვლენა, მათთვის ეს პროგრამა არის უფასო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამები მოიცავს ახალშობილთა და ორსულთა სკრინინგსაც. მარტო გასულ წელს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა 1882 ბავშვმა გაიარა. პათოლოგია 118 ჩვილთან გამოვლინდა. რაც შეეხება ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას, სტატისტიკა ასეთია. 2025 წელს მომსახურება გაეწია 3249 ორსულს. გამოკვლეულთა 41.9%-ში გამოვლინდა სხვადასხვა პათოლოგია, რაც ადრეული დიაგნოსტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. უნდა გამოიკვლიოს ორსულმა აღრიცხვაზე დადგომისთანავე ჰორმონები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, კეთდება ულტრასონოგრაფია ფარისებრი ჯირკვლის და აუცილებლად ამის შემდეგ უტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. თუ რაიმე ხარვეზე აღმოჩნდება რაიმე პათოლოგია, უკვე პარალელურ რეჟიმში მე ან გინეკოლოგთან ერთად ხდება ამ ქალის მეთვალყურეობა და პერიოდული კვლევა ისევ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ლატენტურად მიმდინარე პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც კლინიკურად არ არის გამოვლენილი, ვთქვათ, ორსულობამდე და ორსულობის პერიოდშიც კი დასაწყისში და ამიტომ ამ სკრინინგის დროს აღმოჩენილა ბევრი სხვადასხვა პათოლოგია, რაც მართვადია და პასუხისმგებელია იმაზე, რომ დედა იყოს ჯანმრთელი და გააჩინოს ჯანმრთელი პატარა. ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და მშობელთა სკოლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ესეც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე პროგრამებია. უწყება წელსაც აგრძელებს C-ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და HIV ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობას. გარდა ამისა, წელსაც გამოიკვლევენ აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას, როგორც ბარში, ისე მთაში. წელს 15 პროგრამული ღონისძიება იგეგმება.
დაახლოებით 25,000-ზე მეტ ბენეფიციარზე არის დაგეგმილი მომსახურების მიწოდება. ეს ღონისძიებები მოიცავს ფაქტიურად თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს, იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან, ორსულებისთვის არის გათვლილი, არის ახალშობილებისთვის, შემდეგ ბავშვებისთვის და მოიცავს მოზრდილი ასაკის მოსახლეობასაც. გასულ წელს ჰქონდა 3 ახალი საპილოტე ღონისძიება. ეს გახლდათ ნიბს არაინვაზიური პრენატალური სკრინინგი ორსული ქალბატონებისათვის, 200 ბენეფიციარი ყავდა შარშან და 200-ვეს გაეწია მომსახურება, წელს შესაბამისად გავზარდეთ 275 ბენეფიციარისათვის გვაქვს დაგეგმილი. მეორე საპილოტე ღონისძიება გახლდათ ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში, მოწონებული იყო ეს პროგრამა, მოთხოვნადი იყო, წელს რაოდენობა გავზარდეთ 750 ბავშვამდე. და მესამე საპილოტე ღონისძიება ეს გახლავთ ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგი, გაორმაგდა ბენეფიციარების რაოდენობა და უკვე 1200 ბენეფიციარის მომსახურებას ვგეგმავთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამების მიხედვით გასული წლის მსგავსად წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ჯანმრთელობას დაეთმობა. სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა, ბრონქული ასთმისა და აუტიზმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფებში. გარდა ამისა, უფასო კვლევების პროგრამა მოიცავს ახალშობილთა მეტაბოლურ სკრინინგს, სპორტსმენ ბავშვთა კარდიულ და ცელიაკიის სკრინინგს.